გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის ჩვენ ვართ ჩვენი გადაცემებით ორიენტირებული და მობილიზებული იმ მიმართულებით, რომელი მიმართულებითაც დღეს არათუ მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებ გარეთ ხდება ძალიან ისეთი არაორდინალური პოლიტიკური ცვლილები და ისეთი მიმართულებები, სადაც ხშირ შემთხვევაში ხედავთ, რომ ეს კარგს არ მოიტანს არც საქართველოს საზღვრებს გარეთ, არც საქართველოში. მსოფლიოში ძალიან დიდი ცვლილებები ხდება და ამ ცვლილებების საფუძველზე გარკვეული მიმართულებები კონტროლიდან არის ამოვარდნილი და ან ეს რაღაცა შეგდებულად ხდება, ან და ეს გადაჯგუფებები და ეს რაღაც გადანაწილებები არის ისეთი პოლიტიკური ძალების ხელში, რომელი პოლიტიკური ძალებიც ისევ და ისევ აგრძელებენ სოფლიო გადანაწილების პროცესს ისე როგორც მათ სურთ. ეხლა როგორც არ უნდა შევხედოთ დღევანდელ შექმნილ მდგომარეობას სასომხეთის და აზერბაიჯანის რაღაც ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელი გადაწყვეტილებების საფუძველზე ალბათ კიდევ ჩვენ ახალ კერებს უნდა ველოდეთ და ახალ დაძაბულებებს უნდა ველოდეთ, ხო? ეს მე მაგალითად ადამიანები, ექსპერტები, ანალიტიკოსები აღვიქვამთ როგორც ერთ-ერთი დიდი პროვოკაცია. პროვოკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოწვევაა კიდევ როგორც რუსეთის, ასე ირანის. და ალბათ ეს არ იყო გათვლილი, ან ვერ გათვალეს, ან შეგნებულად ხდება ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე ჩვენ საქართველოს ამ შემთხვევაში ცოტა ძალიან ისეთი ლავირებები უნდა მოვახდინოთ, როგორმე რაღაცნაირად ის რაც მოხდა ეხლა და რა გადაწყვეტილებას მიიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპმა, ალიევმა და პაშინიანმა, ხო? ეს საქართველოსთვის არ არის კარგი და საქართველოსთვის ეს არათუ ეკონომიკურად, არამედ უსაფრთხოების კუთხით არ არის ეს ის მდგომარეობა, რომელიც მდგომარეობის საფუძველზე საქართველოში გექნება წყნარი და მშვიდი სიტუაცია. ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი, ასევე ვისაუბრებთ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობებზე და განვიხილავთ დღეს ამ მიმდინარე მოვლენებს და დღეს ჩვენი სტუმარი არის კონსერვატორი ბატონი რამაზ გაგნიძე, ბატონი რამაზი ჩვენი ხშირი სტუმარი არის, ბატონო რამაზ, მადლობთ რომ მობრძანეთ ჩვენთან. მოგესალმებით თქვენ ტელემაყურებელს. ბატონო რამაზ, მართლაც ეს გადაწყვეტილება მოულოდნელია, არც ვერც მოულოდნელს დავათქმევ. და ვერც რაღაც თითქოს და გარკვეული თვეები ხდებოდა ამ საკითხების ირგვლივ მუშაობა და შესაბამი და სერიოზულად მიღებული გადაწყვეტილება. რა ხდება და რა არის ეს და რას ნიშნავს ეს? მოდი დავიწყოთ საქართველოსთვის რას ნიშნავს. ნუ გასაგებია ხა მის რა დატვირთვა აქ აი ამ გადაწყვეტილებას მიიღეს იქ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ზანგეზურგის კალიდორთან დაკავშირებით და ისთვის სჭირდებათ ეს ხალხმა ბევრმა არ იცის ეს და ბევრი სხვადასხვანაირად აღიქვამს, მაგრამ ჩვენ რა მივიღებთ და რა საფრთხეების წინაშე აღმოჩნდებით ამ შემთხვევაში? მოგახსენეთ ბატონ ტრისო, საქმე იმაშია, რომ ეს ზანგეზურის კორიდორზე შეხვედრა იყო გასაიდუმლოებული კორიდორთან დაკავშირებით, ანუ ამერიკასთან ამერიკას, ანუ კონკრეტულად ტრამპზე თან ალიევის და პაშინიანის შეხვედრა დაგეგმილი ექნებოდა ტრამპს, მაგრამ ეს იყო გასაიდუმლოებული. არავინ არ იცოდა, მხოლოდ იყო არა გასაიდუმლოებული, რომ მზადდებოდა ტრამპი და პუტინის შეხვედრა. ტრამპი და პუტინის შეხვედრა სანამ მომზადდებოდა, მანამდე კიდევ საუბარი იყო, რომ ტრამპს რატომღაც მიცემული ჰქონდა რაღაცა გარკვეული პერიოდი, პუტინისთვის რაღაც გარკვეული დრო, რომ რაღაცა უნდა მოლაპარაკება მომხდარიყო უკრაინის ულტიმატუმის საკითხი, მე მახსოვს ეს ულტიმატუმი. და ზუსტად ტრამპმა განაცხადა მუქარა პუტინთან, რომ მხოლოდ ჩვენო ესე იგივე თუ პუტინი არ დაგხვდება ამ ულტიმატუმზე, ეგრევე დავიწყოთ პირდაპირ სანქციების პროცედურებსო. და სანქციების პროცედურის მაგივრად პირდაპირ მეორე დღესვე შეხვდა მიიწვია ეგრევე, რომელიც იყო გასაიდუმლოებული, ანუ ეს შეხვედრა ეგრევე გამოაჩინა პირდაპირ სახეზე, ეს შეხვედრა მიიწვია პაშინიანი და ალიევი ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრ-სახლში. ანუ ეს რას ნიშნავდა? ფაქტიურად მან რუსეთი გააღიზიანა თავის უაზრო ქმედებით, ესე პირდაპირ ესე ვიტყოდი.
ტრამპის უაზრო ქმედებით და ამ უაზრო ქმედებას მანამდე აყვნენ სხვათა შორის ალიევი და პაშინიანი. პაშინიანი რო აყვებოდა ახლა ამაში ეჭვენ მეპარებოდა, მაგრამ სოროსის პროექტია. ალიევი თუ ასეთი უტვინოთ მოიქცეოდა და ასე ვიღაცის წისქვილზე წყალს დაასხავდა და ფაქტიურად მეორენაირად რო ვთქვა, ვიღაცის ცეცხლზე ნავს დაასხავდა, ნამდვილად არ მეგონა. ფაქტიურად ახლა ალიევმა ნავთი თავის ამ ვიღაცის ცეცხლზე კი არ დაასხა. თავის თავზე დაიწყა პაშინიანმა და ალიევმა. იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით რომ მსგავსი პროექტი ამერიკამ გააკეთა 2008 წელს ოსაკომი დაიწყო ცხინვალში და აფხაზეთში, სამაჩვენო აფხაზეთში განმეორებითი ომი მიშა სააკაშვილის საშუალებით და რა მოხდა კარგად ვიცით ჩვენ, ხო? ანუ ამ ომის ესკალაცია დიდ იმაზე არ მოხდა, რუსეთმა მიიღო ეს თემა როგორც პროვოკაციად, მაგრამ ჩვენ და სასიხარულოდ რუსეთმა არ გაწირა ქართველი ხალხი თორე რუსეთისგან ხალხის გაწირვა ალბათ გეცვენებათ რა იქნებოდა, როცა მათი თვითმფრინავები ზუსტად საქართველოს ფარავს ზუსტად 45 წამში. 45 წამში ფარავს მათი თვითმფრინავი საქართველოს. 45 წამში. წუთი არ ჭირდება. მე მგონი ყველამ კარგად ვიცით. და აქედან გამომდინარე, ეხლა მიყვეთ ეტაპობრივად რა არის ეს მოლაპარაკების საგანი. ანუ იდეა ეს იყო ზანგეზურის კორიდორი დერეფანი, როგორც ქვია. და ამ ზანგეზურის კორიდორის დერეფანი ეს არ არის მარტო აზერბაიჯანის ოფხის ტერიტორიაზე. აქ ირანის ტერიტორიაც არის, სხვათა შორის. კი. ირანის ტერიტორიაც არის, მაგრამ განცხადების მოყვა და ირანის განცხადების მოყვა, მაგრამ ირანს აქვს განსაკუთრებული ინტერესი ამ ზანგეზურის კორიდორის მიმართ, რომ არ იმოქმედოს ამ კორიდორმა, ასევე რუსეთს აქვს ესეთი ინტერესი და ასევე აქვს ჩინეთს ეს ინტერესი და ინდოეთს. ამ დიდ ქვეყნებს აქვს ეს ინტერესი, არ იმოქმედოს 4 ქვეყანას და პლუს კიდევ არაბულ სამყაროსაც სხვათა შორის. ეხლა რა ინტერესია თუ პირიქით ეს რა ქვია კორიდორი, ანუ ეს დერეფანი ზანგეზურის იყოს უმოქმედოდ. ეხლა რატო უნდა იყოს უმოქმედოდ? პირდაპირ გეუბნებით რომ ეს არის რელიეფურად ძალიან ცუდი ტერიტორია, ესე ვთქვათ, არარელიეფური ტერიტორია, ანუ ოღროჩოღრო რო ვთქვათ, ქართულ ენაზე ადამიანის კლდოვანი ადგილებია. კლდოვანი ადგილები და იქ ფიზიკურად რკინიგზა ვერ გაივლის ვერასოდეს. და მხოლოდ არის რაღაცა სატრანსპორტო ზოლი, თქვა შეიძლება გაკეთდეს დროებით სატრანსპორტო ზოლი, რომელიც არავითარი ბიზნესისთვის და აი დიდი ტრანზიტისთვის, ისე როგორც აი მაგალითად ყარსი რკინიგზის ყარსი ახალქალაქის რკინიგზის ქსელი არის, ან თქვა რომელიც საქართველოსზე გაივლის, ანუ ესეთი მისი პარალელი ვერ მოხდება ფიზიკურად. და მხოლოდ მოხდება ის, რომ რაც აწყობდა ამერიკას, შეიძლება ის მოხდეს, რომ ამერიკამ შემოიყენოს იგი ჯარები და აკონტროლოს ეს კორიდორი, მხოლოდ იმისთვის, რომ ირანს მოუწოდოს. ხო, ირანს და მის ნავთობს მოუსპოს სიცოცხლე ფაქტიურად და მაგის საშუალებით კიდევ ცოტა ვითომ კასპიის ზღვაში შეტოპოს აზერბაიჯანის საშუალებით და იქ აკონტროლოს რაღაცები. ეხლა ნახეთ რა საქმენაშია, ეხლა რა რისკები და რა საკითხი შეიძლება გადაღწევს ცუდად აზერბაიჯანს და სომხეთთვის. მე ტყუილ არ მიხსენებია 2008 წელი. 2008 წლის თემა ჩვენთან არ გამოვიდა, იმიტომ რომ საბოლოოდ ქართველმა ერმა და ზოგადად გადაწყვიტა ისე, რომ ანუ არა ომს, მაგრამ იმათ დიდი ესკალაციის საფრთხე იმუქრებათ ომის. იქ პლუს ასევე იმის რა ქვია სომხეთში რუსული ბაზა არსებობს. სამხედრო გვიმში, დიდი ბაზა არის. 2000 კაცი. დიდი ბაზა არის და აი 2000 კაცი გახდება 20-20000 კაცი. მაგრამ პრობლემა არ არის მაგისი, კარგად ვიცით ჩვენ. და პირდაპირ საჰაერო გზით არა. პირდაპირ აი აზერბაიჯანის გავლით შევლენ ისე რომ პრობლემა არ იქნება იქ. ან ირანის გავლით შევლენ პირდაპირ ის ბაზა თუ საჭირო რომ გაფართოვდეს. ანუ ეს ვიძახი ამას რაც რეალობა შეიძლება მოხდეს და ამ რეალობას მე რა მოყვება მე მგონი კარგად ვიცით და სომხეთს და აზერბაიჯანს უпростоრად პაშინიანს და ალიევს როგორ დაემართათ იცით რომ ქართული ნათქვამია რა თხარო გასუხდა მგლის გაუპატიურება მოინდომაო და აი ვინვის გააუპატიურებს მე მგონი ეგ ძელი სათქმელი არ არის რა ბატონო რამაზ ის რა არის სამწუხაროდ ერთი რაღაცის დამატება მინდა და
ეს იქ თუ რაღაცა მოხდა პროვოკაციის მიზნით დაიწყო ომი და ფართო ესკალაცია მოხდა, ანუ უკრაინის მსგავსი თემის გადატანა უნდათ, რომელიც არის ბევრად პატარა ტერიტორია აზერბაიჯანში, მაგრამ აზერბაიჯანი და სომხეთი ისევე აღარ იარსებებს როგორც უკრაინა. მე მგონი ეს ყველგან კარგად, იმიტომ რომ აქედან ირანი, იქიდან რუსეთი და პლუს კიდევ ჩინეთი და ინდოეთი, მე მგონი იქ ძალიან ცუდი თემი დამთავრდება. და მაგის გარდა საქართველოსაც არ იქნება სახარბელო სიტუაცია, იმიტომ რომ მეზობლად ომი მე მგონი არავის არ მოსიამოვნებს. კი ბატონო, გეთანხმებით. ეხლა თქვენ წარმოვიდგინეთ, ეხლა თქვენ ეს რისკებია ზოგადად. ხო, თქვენ მართალი ბრძანეთ ეხლა რა თქმა უნდა, იქ არის ინტერესები არის ამ 4 დიდი, რომ ვიტყვი, დიდი გრანდიოზული ქვეყნების ეს, რომელიც თქვენ დაასახელეთ ეხლა და ამავდროულად ეხლა თქვენ წარმოვიდგინეთ, რუსეთი ამას ხო არ გაატარებს, კაცო, არ გაატარებს. არც ირანი გაატარებს, მით უმეტეს ირანმა გააკეთა განცხადება და თქვა და პიტაბერ თქვა ირანმა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ ეს არ არის არავითარი ეკონომიკური პროექტიო, ეს ჩვენო არ მივცემთ. მაგი დავიწყე. ხო, ჩვენ არ მივცემთო ამერიკელ ჯარისკაცებს ამ ასე იქით ახეთ წანწალის უფლებასო. აი ეს პიტაბერ თქვა, ეს არის პიტაბერ სამხედრო დატვირთვა აქ ამას. ეგრევე გაშიფრა. ამერიკამ შემოტოფოს იმაში, მე აქ ბოდიშით ისევ დავამატებ იმის ზახილით, რომ ევროკავშირი ნატოში მიგიღებს სომხეთს და აზერბაიჯანს, მაგით გაგულისებული სომხები და აზერბაიჯანელები, რომ დაუთმობენ ტერიტორიას, იქ ზანგეზურის კორიდორს და სინამდვილეში ამერიკა ისარგებლებს თავის თემით და როგორც ყოველთვის დაიწყებს კავკასიაში ომის კვალის ანუ მათ არ გამოუვიდათ საქართველოს აფეთქებს კავკასიას საქართველოს იმით არ გამოუვიდათ ხელშეწყობით აფეთქება და არ გამოუვიდათ იმ ომის პროვოცირება რომელიც დიდი ხანია ბრძოლობენ. უტინო სააკაშვილი ნახა კიდე უტიო პაშინი და უტინო ალიევი სამწუხაროდ. ბიჭო, ალიევი ის მართლა გამეკვიდა რა, ფაშინიანი ვიცით, რაღაცა ერთი ქუჩა მოძანწალე ზურგშანგთა ქონა და რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, როცა სოროსმა მოიყვანა ხელისუფლებაში, ხო? იმიტომ რომ ესეთი რაღაცები რაც გააკეთა მაგას სომხეთში, ხო? უნდა გაეკეთებინა და ბევრი ესე იგი ზუსტად ზეზიზეც გამოჭრილი, რაც საქართველოში თავისუფლად სააკაშვილი აკეთებდა, იმას აკეთებს ფაშინიანი. ახლა მაგრამ ალიევის мама ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი კრემლში იქთელი თავისი აი ეს საბჭოთა კავშირის დროს თავისი კარიერა კრემლით გაიკოლია ხო ალიევის არანაკლებ კრემლის დერეფნებში და ლუბიანკას დერეფნებში არ არის ნატანძალები ხო და ასევე მე მგონი ალიევის პატარა ალიევის ილხამ ალიევის გაზრდილი არის კი ბატონო ლენინური პრემიით დარიგებულ რუსულ შოკოლადებზე საბჭოთა შოკოლადებზე დიახ, მაგას ვამბობ ზუსტად. იმ საბჭოთა პერიოდში გაზრდილი და ფრთებშესხმული ახალგაზრდა ბიჭი არის. ეგეთ ალიევი და მით უმეტეს რუსეთის არაერთი მხარდამჭერით იყო მაგირო რაღაც გარკვეული პრობლემები. ალიევის ერთამე დავამატებ 50 მილიარდი რაც შედის წელიწადში აზერბაიჯანში შედიოდა აზერბაიჯანური ბიზნესიდან რუსეთის გავლით აზერბაიჯანში. და ანუ რუსეთში მოპოვებული თანხები 50 მილიონი იქებოდა აზერბაიჯანში. ეხლა დაკარგეს ეს ყველაფერი. ეხლა მაგას უბრალოდ მაგას ვამბობ ახლა ხო? ამ ადამიანმა თუ შეინარჩუნა დღეს რაღაც გარკვეული იქ პოლიტიკური სტაბილიზაცია აზერბაიჯანში, ეკონომიკური რაღაც წინსვლები, ახლა მარტო ნავთობით ხო არ არის ეს კაცო, ხო? მაგის ესე იგი ადერო დაუშვას საბჭოთა კავშირის ქართველებს ეჭირათ ეს მწვანე ბაზარი ხო რუსეთში. მხედველობაში ხო ციტრუსი, ციტრუსი რამე ყველაფერი ხო? ბაღჩეულობა ეს ყველაფერი ხო ახლა კარგად ცნობილი ფაქტია რომ ქუთაისი აკონტროლებს მაგას ყველაფერს და მე ჩანაცვდა როცა ჩვენ ურთიერთობა დაგვეძაბა რუსეთთან აზერბაიჯანული კლანით ხო? და აი დღემდე მაგენია კონტროლებდნენ ყველაფერს აბსოლუტურად მაგენია კონტროლებდნენ და უზარმაზარი შემოსავლები ჰქონდა მთლიანობაში აზერბაიჯანს სწორედ რუსეთის ბაზიდან ამ მიმართულებით ხო ეხლა ფაშინიანი სასომხეთი ხო თავიდან ბოლომდე გადავარდილია გადამხტარია რუსეთში ხო სადაც არ გაიხედა ყველგან სომხები ცხოვრობენ რუსეთში და ბატონ ტრისთან ერთი რამე მინდა მაყურებლებს უთხრა რომ კარგად მიხვდნენ ყველამ რომ ეს პროვოკაცია აზერბაიჯან-რუსეთის პროვოკაცია რომ მოხდა აზერბაიჯანელების დაჭერა იმაში და აქ ეს პროვოკაცია მანამდე იყო დაწყებული აზერბაიჯანში. ანუ ეგრეთ წოდებული ვითომ აგენტი ჟურნალისტები დაკავებებით. კი. ეს იყო ყველაფერი ამერიკული პროექტი. ამერიკა, ისრაელ, ინგლისის დიდი ბრიტანეთის პროექტი, სადაც ჩაითრიეს მოლაპარაკებაში, ანუ უпростоრად საქმეში სომხები და თათრები და აზერბაიჯანელების საშუალებით ხელი გააკეთებინეს იმას, რომ ვითომ და ეს მერე მოხდა ანალოგიურად რუსეთში ანალოგიური დაკავებები
და ეს ყველაფერი როგორ შეიძლება ერთ კვირაში მოხდეს და ორ კვირაში ეს ყველაფერი თუ დაგეგმილი წინასწარ არ არის და ყველაფერი ემთხვევა და ზუსტად ორი კვირის თავზე ამ ყველაფრიდან და სამი კვირის თავზე ხდება ამერიკაში შეხვედრა. ნუ ეხლა ამ ზღაპრებს ვინ მოვიდა და კიდე ერთი რამე დამატება მინდა. ალიევს მართლა გონია რომ ყარაბაღი მან დაიბრუნა? მართლა გონია? ანუ მე ეხლა ეგ უკვე სასაცილოზე მეტიც არის რომ ეს ყარაბაღი ყველას გასაგონად ვიძახი რუსეთის ეგრეთ წოდებული დაბროთი ალიევის პუტინთან შეთანხმებით დაბრუნდა და ვითომ თურქეთი გამოიყენა ვითომ იმას და ეგაც შეთანხმებული თემა იყო რუსეთთან და რუსეთმა პატივისა კიდევ სომხურ-თათრულ ურთიერთობას აზერბაიჯანულ ურთიერთობას აქინა გამომდინარე რომ როგორც ჩვენ გვეუბნება რომ აი მოდი დაგველაპარაკეთ და აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე ვისაუბროთ და ჩვენი მთავრობა რო არ მიდის ცოცხალი თავით იქ წავიდა ალიევი ამ თემაზე წავიდა პაშინიანი და იქ საქმე გააკეთეს მაგრამ კიდე გეუბნები თავში აუვარდა და უკვე ისე მიფიქრობენ რომ უკვე ყარაბაღი კი არა მაგ ყარაბაღის დაბრუნება ახლა რუსეთთვის არის აი პირდაპირ გეუბნებით აი ორი დღის საქმე რა იმ 2000 კაციან იმას საქმეა გარნიზონში გააკეთებს 20000 კაცსა და საუბარია მორჩენილი. ზუსტად ორ დღეში. შეგრევა ყველაფერს და 23 დღეღამე არ დაჭირდება. ხო, მაგრამ იცი რა არის ბიჭო? ნუ ახლა ალიევმა მე არა კიდევ ვიმეორებ, ხო? ნუ სომხები ხო ახლა საერთოდ სავსე არის რუსეთში, ხო? ყველა ქალაქებში ცხოვრობენ და საკმაოდ კარგად არიან და კარგი, ნუ ახლა მათაც აქვს ძალიან დიდი ბიზნესები და ვითომეტეს ასფალტის ბიზნესი. სომხები ყველგან ცხოვრობენ ისრაელისგან. ხო, ვითომეტეს ასფალტის ბიზნესში არიან და ძალიან კარგად არიან იქ იმაში რუსეთში და რუსეთში არის მიბული ფაქტიურად, ხო? თელი სასომხეთის ისინი გადამზიდველი კომპანიები საქართველოს გავლით დაიარებიან და ლარსე რომ მიხვიდო სულ სომხური ნომრებით არის ისინი, რა ქვია, ავტომობილები, ხო? ამის გარდა კიდევ ეხლა ახალი ინფორმაციაა კიდევ. არა, ამის გარდა კიდევ ეხლა მე ვიცი, კაცო და ეს კარგად ძალიან შილა ბერმა არ იცოდეს, ხო? თითქმის სასომხეთის მოსახლეობის 70% მიბუნია რუსეთში სამსახურებში. გაიგეთ, მიდიან, მოდიან. ახლა სეზონური ისენი აქვთ კიდევ, რა ქვია, სამუშაოები მათ, ბრიგადები აქვთ შექმნილი, რომელი ბრიგადები ჩადის მოსკოვში, ჩადიან სასომხეთიდან ბრიგადები ჩადიან მოსკოვში, ეს შენებლები, ეს ისენი ღებავები, ესენი აი ყავთ თავიანთი კომპანიები აქვთ, ახვედრებენ ობიექტებს, მუშაობენ და საკმაოდ სწორედ უთანხმოებულობენ. და ბრუნდებიან სახლში მე. რომელიც სამწუხაროდ უკვე ისე ვეღარ არის როგორც თვითონდაც. ბრუნდებიან სახლში, მაგრამ ეხლა კარგი, ეხლა მან უკვე მართლაც თვითკვლილობა გააკეთა რა. იმიტომ რომ რუსეთი ხო შესაბამისად ამას ყველაფერს თუ კი ეხლა მათმა რაღაცა გარკვეული პოლიტიკური ლავირებები არ გააკეთეს, რაღაც ამ მდგომარეობიდან არ გამოძვრენ, ხო? ერთის და მეორეს მიიღებს საკმაოდ სერიოზულ აი სახეში ლოყაში გარტყმას დაიწყო უკვე. ხო, დაიწყო უკვე. ხო. როდიმდე იქნება დამოკიდებული იმ გრანტებზე, რომელი გრანტებიც ითოს და მოდის და სასომხეთში ხალხს ახლა სანამ ამერიკა აბოლებს ახლა პაშინიანს და ალიევს ანუ სომხეთს და აზერბაიჯანს მანამდე იქნება ახლა ეს გრანტებზე თემა, ანუ რაც აქ ხდებოდა საქართველოში, კი? ის მიდის ახლა იქ ზუსტად, ანუ ჩვენთან უფრო ადრე დაიწერა ეს სერიალი, ახლა ეს სერიალის გაგრძელება მიდის სომხურ-აზერბაიჯანულ გადაღებებით. და ახალი კულტურული ინფორმაციაა, რომ ძალიან შავ დღეში არიან ბაგრამიანის სომხები აფხაზეთში. ანუ ეხლა უკვე აღარ იცი რა ქნა. ეხლა ამათ მისცენ მხარი დაუჭირონ პაშინიანს და რუსეთი დედას უტირებს და კარგად დაიძრება და ღმერთმა ხდეს აფხაზეთს საკითხი ქართველებისთვის და რუსეთს მისცეს ისა და რუსეთს მისცეს მხარი ბაგრამიანის ბატალიონმა და ისე უпроსორად ბაგრამიანის სომხებმა და ესენი ფეხებზე დაიკიდონ სამხრეთ სომხები ანუ ზოგადად პაშინიანის მხარე მაშინ ამათგანა აქვს ცუდად მხარი. ანუ უკვე არიან შავდღეში და ეს შავდღეში ყოფნა იმიტომაა კაი მაგათვის რომ სიმართლე არასდროს არ იმალება. რაშიც ქართველები ვართ მართლები ბევრ შემთხვევაში და რაშიც ქართველები ვართ ზოგადად უპირატეს სიტუაციაში. ეს უპირატეს სიტუაცია დღეს უნდა გამოიყენოთ რუსეთთან ურთიერთობაში როგორც საქართველოში აუცილებელია ისე რუსეთში და ეს თუ რაღაცა თოდა ტვინს იხმარს ჩვენი მთავრობა და ისევ არ იქნება სირაკლემას პოზაში, რომ სილაში თავი არ იქნება ჩაყოფილი პრინციპით, რომ მე სილაში რომ აქ თავი ჩაყოფილი, ახლა მე ვერ ხედავ, ვერც ისინი ვერ ხედავენო, თუ მაგ პრინციპით არ იქნებიან, რაღაცა უკეთესობა იქნება ქართველი ხალხისთვის და
თუ ისე ვიძახეთ, რომ ევროკავშირი და ამერიკა გვინდა და ევროპა გვინდა და ნატო გვინდაო და როცა პირიქით გეუბნება არავით არის ნატო, თვითონ ტრამპი იძახის და დავაი აქიდანო, ეს კულტურულად თოთხათ, რუსულად თუ ისე მაგას მიყვებიან, მაშინ არ მგონია რაღაც ამას სიკეთე მოყვეს. თქვენ ახლა ახსენეთ ძალიან ისეთი მართლა მტკივნეულად მოხდა გულთან, ბაგრამიანის ბატალიონი ახსენეთ. ახლა მე მინდა ჩვენმა ტელემაყურებლებმა იცოდეს და ეს რაც ბაგრამიანის ბატალიონმა გააკეთა აფხაზეთში, ხო? სოფლიოში არავის არ გაუკეთებია. ეს არ არსებობს, ტერორისტებს არ გაუკეთებიათ. ახლა თუ რამე არსებობდა წამებები და თავის მოჭრა რო ვრცელდება ეს თავების მოჭრა და ადამიანების წამე ეს ამას აკეთებდა ბაგრამიანის ბატალიონი. აი სწორედ ის არამზადა სომხები, რომლებიც აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ბრძოლობდნენ და ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლობდნენ. ასეთი სასტიკი წამებები, რომელიც სასტიკი წამებებიც მათ გააჩნდათ ჩვენს ტყვეებთან მიმართებაში, არავის ჩეჩნები ხომ იყვნენ, კაზაკები ხომ იყვნენ, რუსები ხომ იყვნენ, მათ არ გაუკეთებიათ. აი რაც მათმა გააკეთეს. ამიტომ ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ თქვენ ყველაფერი და გიბრუნდებათ უკვე, გაიგე? თქვენ გეუბნებით იქ აფხაზეთში მაცხოვრებელო ბაგრამიანის სომხებო, გაიგე? თქვენ გეუბნებით, თქვი არამზადებო თქვენ. და დღესაც რომ ეხლა ეგ გინათ რაღაც ხელში აიღოთ მთელი მართვა და ეს. თქვენ ეს ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ და გიბრუნდებათ უკვე, გაიგე? და ძალიან მალე გნახავთ იქიდან გამოძევებულებს და გამოპანღურებულებს, გაიგე? ამას გაგიკეთეთ ისევე ის ხალხი, ვისაც თქვენ მხარი დაუჭერეთ. როგორ მოიქცევია ბატონს ეს მაინტერესებთ ბაგრამიანის ბატალიონი და ბაგრამიანის მოსახლეობა რუსეთს დაუდგება მხარში თუ პაშინიანის სომხეთს დაუდგება მხარში. ეთი შევხედოთ რა ორცეს შუა რო არიან და რო დაიწვევიან. რა იყო ისი რამაც ახლა რა ვთქვა არ შეიძლება კაცო. თვითონ ჩვენ აქ ჩვენ მხარეს ხო სომხები იბრძოდნენ კაცო, მე ჩემ ბატალიონშიც იყო, ბრიგადაში და იყო სომხები, კაცო, თბილისელი სომხები იყვნენ, ბიჭი ვაშკასურად ძოლოდნენ, გაიგე? იმათაც კი არ ინდობდნენ, გაიგე? იმათაც კი არ ინდობდნენ, გაიგე? ის ბაგრამიანის ბატალიონის სომხები, გაიგე? იმათ უფრო ყველაზე მაგრად. იმათ ყველაზე მეტად ძიდნენ, გაიგე? ეს არამზადები, გაიგე? და უბრუნდებათ და ხა და ეხლა ნახეთ ეხლა თქო, ბევრი რო გამოისახე ექსპერტები და არიქა და აი ზანგეზუგის კოლიდორიო, აი დერეფანი და აი ხო ხედავ ჩვენ წაგვართებს ყველაფერი და იქ აიხსება და აყვავდება ეს ისა რა ქვია, თლიანად ეს რა აყვავდება, ის აყვავდება, აგე ბატონო რამაზი ძალიან კარგად თქვა კაცო. თქვენ არით იცი რელიეფი და არით თქვენ იქ რა რამდენი რაღაცები პრობლემატური საკითხები არის, გაიგე? ის რკინიგზის გაყვა და სად გაიყვანი ალპურ ზონებში ერთი ზანგეზურის პერევალი არა, მხოლოდ ამერიკის ინტერესი. საშტაული პერევალია, კაცო, ხო? ზანგეზურის დერეფანი კოლიდორი, როგორც ეძახიან. ხო, ამას აქვს სამხედრო დატვირთვა და არანაირი ეკონომიკური დატვირთვა. გაიყიდნენ ორივე ორ კაპიკებში, ალიევის და ფაშინიანის გაიყიდა ორივე ორ კაპიკებში, მაგრამ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა და აი დაიმახსოვრეთ. ფაშინიანზე არ თქონდა. ფაშინი გაკიდულია. საკვირველება, უბრალოდ აი გამიკვირდა მე ალიევი. გაკიდულია დიდი ხანია. და დაიმახსოვრეთ, ჩვენ ახლა რა ვსქვით, აი რა მოხდება ძალიან მალე, აი მათთან მიმართებაში და როგორი მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ისე ტრამპი კი არა, მაგას ვერ უშველეს ვერაველი აბსოლუტურად, ხო და ჩვენ იქ როგორც მივიდით უკრაინა მოენატრებათ, მეთქვა დაიფაროს. ჩვენ როგორც მივყვებით ამ პროცესებს და როგორც ახლა ჩვენთან მიმდინარეობს რაღაც გარკვეული მიმართულებები, ხო, უნდა გავიდოთ და გავძვრეთ ამ სიტუაციიდან, კაცო, აუცილებელი არის, იმიტომ რომ ახლა ეს ხელისუფლების მოვალეობა არის და ხელისუფლებას ერთად ხალხის მოვალეობაზე, ჩვენი მოვალეობაზე, რომ ჩვენ უნდა გამოვძვრეთ ამ პროცესებიდან, რომელი პროცესები პირდაპირ არის აი ეს სვავებივითაა დახვეული საქართველოზე, როგორმე ააფეთქონ საქართველოს, ეს ვიცი შესაძლოა. ღმერთთან უფრო საქართველოში რაღაცა ეს ნაკვეცხალი გაღვივდეს და მოხდეს იმ კერების გაღვივება, რომელი კერების საფუძველზე შემდგომ დაიწყება ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები, ხო? ეს არ გვინდა ჩვენ კაცო და ამას ცდილობს ხელისუფლება დღეს და სწორს აკეთებს, რომ ასე ამ მიმართულებით მიყვება, მაგრამ ამ ექსპერტებს და ამ პროვოკატორებს და ამ ვიღაცა იმას შპინგალეტებს რომ გამოდიან და არიან ერთაბავშად თადაღირადგებიან, თქვენ ისე გაიქცევით აქედან, გაიგე და მე აქ ჩვენ შევჩება ჩვენ ხელში ყველაფერი, მაგრამ ერთი რაღაცა იცოდეთ, ჩვენ იმის გეგმას გვაქვს, რომ მაგენი ვერ გავლინე საქართველოსთან. მაგას გავირეკავ წინ. აი ჩამოვკიდეთ ტანკის ლულებზე ჩამოვკიდეთ, იცოდე, გაიგე? კი ბატონო. აი ტანკის ლულებზე ჩამოვკიდეთ, ისე შეგიძლიათ საქმეს, გაიგე? ბაგრამიანის სომხებს, განსაკუთრებით ბატალიონის წარმომადგენლებს და ამ არაქრისტიანებს და ამ გათახსიერებულებს, ხო, ძალიან ცუდი დღეები გელით, აი მაგის გარანტიას ვიზნებ. აი რასაც თქვენ რაც გააკეთეთ. ეხლა მოკლედ ბატონო რამაზ, მოდი ჩვენ შიდა პროცესებსაც შევეხოთ, იმიტომ რომ
არ არის ეს რა ქვია, ამას ვერ გავმიჯნა მე, იმიტომ რომ ის პროვოკაცია არის და ის პროვოკაცია, რომელი პროვოკაცია საქართველოს უნდა განხორციელებულიყო, თარიღდება ვერ მოახერხეს და აი გადავიდნენ გეგმა ფეზე, ხო? მაგრამ ეს გეგმა ისევ არსებობს, რომ საქართველოში კვლავ დაიზარდოს სიტუაცია და კვლავ ასე იგი არიან და ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა არჩევნები ახლოვდება და ამბობენ, რომ 4-ში არჩევნები არ ჩატარდება, 5-ში უნდა ვიმოქმედოთ, ხო? ეს ნაცსექტანტები ამბობენ. ნაცსექტანტები იმასაც კი მოესწრებენ, 5-იანი ნომერი ჩამოგართვეთ, კაიგე და სწორიც არის რომ ჩამოგართვეთ, ახლა ნომერი კი არა, ახლა პარტიას უნდა გაგიუფონ, კაიგე და თქვენი უნდა დაიწყოს სისტემის სამართლებრივი დევნა აუცილებლად ყველასი, კაიგე და იმასაც კი ახლა ნახე რა ხდება. უბრალოდ თინახიდაშელის იმას მინდა განცხადებას შევეხო ეს უსინდისო ქალი გუშინ წინ გამოდის და კი არა უბრალოდ დადვეს რა სოციალურ ხელებში რომ ინტერვიუს როიდება რომ ის ამბობს და აღიარებს პირდაპირ წამოწდა ინტერვიუში სიმართლე წამოწდა რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით რომ ხელი შეგვეშალა რომ საქართველოში ვიზა ლიბერალიზაცია არ დაეშვათ ყველაფერს ვაკეთებდით და მე რა უწევ ვაიმე რა ვთქვიო გაიგე რა ვთქვიო და აღმოჭერით რა გაიგე აი და ახლა რატო ამბობ მომას იცი აგენტურული ქსელის რატო ვიცი მე ხალხის გასაკუთრებულად ბიჭო რომელი ხალხის დღეს კიდევ რაღაცნაირად თითქოს და სიმპათიები გააჩნიათ ნაცსექტანტების მიმართ ხო თქვენი ყურით ხო თავის ყურით ხო მოусმინენ რა თქვა ამ ხილი მანდ ბოგუჩავა ხო ამის გადა კიდევ რამდენი საქმეა გაფუჭებული ხიდასო ბოგუჩავა ბოგუჩავა ანუ უბრალოდ მაინც არ დაიჯერებენ ხო მოისმინეს მაინც არ და იმიტომ თვითონ სექტანტები არიან სექტანტისას არ იჯერებს უბრალოდ იჯერებს მაგრამ ჩვენ დასანახავად არ იჯერებს აი ეს არის უბედურება აი ეს არის მაგათი მიგომა და მაგათი პოლიტიკა და ეხლა კიდევ რა ისა საოცარი რაღაც მოხდა კაცო ეხლა 4 დღეს უკან ეს გეგელია რო არის ეს ისა რა ქვია საიდან გამოჩეკეს მოძებნეს ეს უბედური კაცო გაღიმებული მილაც მიცვალებულს ოდოს ეს ჩინური ლელო ხო ხო ჩინური ლელო ხო სად მოძებნეს ეს ადამიანი კაცო სად იპოვეს ეს აი სად როვეძებო ხო ვერ ვიპოვე არა ეხლა იპოვეს და რა მე ვერ ვიპოვე იპოვე მაგათ იპოვეს ხო მაგათ იპოვეს ხო გავიდა მიტინგზე გაიგე იქ ნაცსექტანტოს მიტინგები ქონდათ ახლა და მივიდა მიტინგზე და ეს უკრაინული დროშა ურტყეს თავში ხო? მაგას უკრაინული დროშა ურტყეს თავში, გაიგე? საწყალი დროშა. საწყალი დროშა შემეცოდა, გაიგე? ბიჭო, ეხლა რა არის იცი? აი რატო ხას უსვამ უკრაინულ დროშას? იმის ღირსიც არ იყო, რომ საქართველოს დროშა შეეწყათ მაგისთვის თავში, გაიგე? ის უკრაინული დროშა ვინ ჩაარტყა თავში სწორი გააკეთა, იმიტომ რომ მაგენი არ იყვნენ სლავა უკრაინჩიკები და უკრაინული დროშები რო ქონათ გამოფენილი თელ აიუნებზე და რა ვიცი უკანალებზე ქონათ მიხატული, გაიგე? სად არის აივნები ან ის დროშები სად არის? სად არის და გერ არიან თარობის სახელით, ნახე. იცი რა არის? ბევრს ქონა გამოფენილი. დიახ. მაგრამ ბევრი იყო მოდა საყოვლილი. ეგრეთ წოდებული მოდა, სამწუხარო მოდას, მაგრამ ვინც გამოაფენინა და ვინც ყველაზე განსაკუთრებულად აქტიურობდა, იმათ ინტერესი ჰქონდათ ფინანსური, გამიგეთ? და ისინი მე ავწელებდნენ მოდას, მაგრამ ფინანსურად ესენი იყვნენ დაინტერესებულები, გამიგეთ? და ეს უტინო ხალხი სლავა უკრაინა და მე მიხვდა ეს ხალხი, რომ ამ სლავა უკრაინემ დააქცია მართლმადიდებლობა, დაანგრია ეკლესიები, გალახა ბერები, გალახა მღვდლები, გალახა მეუფეები და რა ქვია, დაანტრიეს ჯვრები, დაანგრიეს ეკლესიები და ზოგადად ამ სლავა უკრაინშიკებმა, ზოგადად პირდაპირ ფაშისტური სხვასტიკებით ხელზე და ყველგან აი ესე იბძვიან ეს ბენდერა პოლონური წარმოშობის ებრაელი ბანდერები უბრალოდ რომლებიც ჩვენ მამაპაპებს ესროდნენ სამამულოში და ზუსტად აი ეს სლავა უკრაინშიკები არიან დღესაც და რომლებიც ნებისმიერს რომელსაც გინდა ტანზე გახადო ყველას აქვს აბსოლუტურად ფაშისტური სხვასტიკა აბსოლუტურად და პირდაპირ არ მალავენ ასევე საბრძოლო ტექნიკაზეც ფაშისტური სხვასტიკები აქვს მიხატული. ეს როგორია, იცი? ანუ 80 წლის მერე ისე ფაშიზმებდით. ის ვინც გადადიოდნენ ფაშისტების მხარეს, აი იმ დროს, დიდი სამამულო ომის დროს, ხო, პლენად ვარდებოდნენ, ხო გადადიოდნენ მე დიდი სამამულო. არა, პლენობის გარეშეც გადადიოდნენ. ხო, პლენობის გარეშე გადადიოდნენ. მათ ზუსტად ისე სხვასტიკებს ამოშანთამდე ხოლმე სხვასტიკებს და სხვასტიკები ხო, ვისაც კი სხვასტიკა ქონდა მხარზე ამოშანთული, იქ იმ გადასვლას ყველა მაგათების გამტარებელი იყო იდეოლოგიის და იმის და იგივე მეორდება ახლა, იგივე ზუსტად. იგივე მეორდება და იგივე მეთოდებით ხოცავენ სხვადასხვა იგივე მეთოდებით კი. არა, მე არ მაქვს ლაპარაკი რუსებზე. არა, ლაპარაკი მაქვს მათ მოსახლეობაზე, უკრაინა მოსახლეობაზე. იგივე მეთოდებით ხოცავენ. გაზეთ გუდავენ, წყლით იმაშებიან, აღჭობენ,
თავებს აჭრიან, მოხუცებს იმოშვებიან, პადლებში ყრიან და შიმშილით გუდავენ. აი ზუსტად იგივე მეთოდები აქვს და შეიძლება უფრო უარესი მეთოდებიც კიდევ თანამედროვე იმაში გარკვეულებიან. ეხლა ნახეთ მე რამე ნიშნა კიდევ ახლა გეგელიასკისა იქ რო იქ დავინახე მე ეს ნადიმ ხმალაძე ესენი ვითომ პიარშიკები რო იყვნენ რა იქ ჩავიდოდნენ ავტომატს დაიკავებდნენ ხელში და ვითომ რომ მობდნენ და მე აქ ჩამოდიოდნენ მიდიოდნენ ახლა იქ არის ნადიმ ხმალაძეს და სხვა დანარჩენი კიდევ ეს ნადიმ ხმალაძეს რუსთავაზე რო წუწავობს ხოლმე ზაფხულში ეგ არის? ხო ვედროთი რო დარბის ხოლმე. ხო ანუ ახლა ვიდეოებში ეგ ჩანდა. ხო ეგ არის და ეგიც აქ დავინახე და ანუ რა მოხდა ახლა შეხედე და დავინახე ისეთი კანტორა იქ ისეთი კანტორა, რომელიც კანტორას მუდმივად ერთად იყოს უყველე ესენი და მეტად ძაბავდნენ ქვეყანაში სიტუაციას, გაიგეთ? და ერთად აპროვოკატორობდნენ და რა ვიცი, ყველაფერ მაიმუნობას აკეთებდნენ. და დავინახე ეს მაშინ ხო ერთად იყო ეს კანტორა. ეს დავინახე ორი კანტორა უკვე, გახლეჩილი, რომელიც აქეთ მხარეს და მეორე მხარეს და ერთმანეთს დასხეს, გაიგე? უკვე. იქ, როცა მოხდა აი უკრაინული დროშა კარგად თავში. აი გეგელიას ხო? აი მაშინ დავინახე ზუსტად ეს სიტუაცია. ეს ხარ ნიშნავს იმას, რომ ახლა მან უკვე ძალიან სერიოზული უკმაყოფილება აქვს ერთმანეთში. მე მაქვს ინფორმაცია, რომ დიდი ფულებია შეჭმული. დიდი ფულები. საქმე იმაშია, რომ ეს ფულები ნაცმოძრაობაზე მეტი ფული დახარჯული აქვს იმას რა ქვია, ხაზარაც. ლელოს. ანუ ლელოს. ხო. და რა არცი უკვე ნაცმოძრაობამ რომ შეჭამა ეს ფული ავტომატურად უკვე მე მათი ერთმანეთთან გაყრის მომენტი დარჩა ის რომ ერთი იღებდა მონაწილეობას არჩევნებში, მეორე არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში. აგრეთვე საფუძველზე წამოვიდა კონფლიქტი და მამუკა ხაზარაძე ციხეში დარჩა მიტოვებული. ესე გამოვიდა. და ბადრი ჯაფარიძე და ლოგიკა ესეთი არის რომ ესენი რომ მიტოვებულები არიან, ვიღაცა ხონდა გამოეშვა იქ რომ ფულს თუ არ მოთხოვდნენ კემაინს აქციებში მიიღო მონაწილეობა რაღაცა. გამოუშვეს ეს საწყალი გეგელია და მოხდა თავში. ხო და ნუ ვიღაცები კიდე რაღაც პროვოკაციები ერთმანეთში, მაგრამ ეგენი დღემდე აღარ დაждდებიან, აღარ შეეგდებიან, არჩევნების საკითხში არ დაждდებიან. ვარიანტი არა, იმიტომ რომ ერთი არის წინააღმდეგი, მეორე არის მომხრე არჩევნები. იქ მარტო გახარია და ეს იღებულობს ლელო მონაწილეობას არჩევნებში. ხო, ანუ ძველი მოსახლეობის გასაგონად ვიძახი, ძველი ნაცები, ანუ მიშას კონკრეტული სექტა ახალი ნაცები, გვარამიას და მელიას კონკრეტული სექტა, ევრონაცები, ანუ გიგი წერეთლის და ბოკერიას კონკრეტული სექტები, ეგენი მონაწილეობას არ იღებენ არჩევნებში. ანუ მანდაც დაპირისპირება ერთმანეთში, მანდაც დაპირისპირება. თავისთავად ცხადია. ძალიან სერიოზული დაპირისპირება და ეს არის ინტერესი უკვე, რა ინტერესი, ფინანსური ინტერესებზე აქვს საუბარი ვიღაცა. კი ბატონო. ხო, ვინ ბევრი ფული ჭამა, იმაზე მინდა გარჩევები. მაგრამ ხალხი უნდა გავახარო, რომ სამაგიეროდ კონსერვატულ მოძრაობას მაგას შევეხებით ახლა ჩვენ ბატონო. მისცეს კი ბატონო. მაგას შევეხებით. სპეციალურად. ხო, კი ბატონო. მაგას ვიტყვით შემდეგში. ხო, მაგრამ ეხლა რა არის, იცი ნახე, მე რო არ თქვა არ შემიძლია და არ ვიქნები მართალი ის ხუთიანი რომელიც მაგას ჩამოართვის ეხლა. ხო, ეს ხო არის იმის მანიშნებელი და ის პროცესი ხო არ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ კომისია დაამთავრებს მუშაობას და დადებს დასკვნებს, ამის შემდეგ დავიწყებ ჩვენ ამ პარტიის უკვე დემონტაჟს. და ხო არ იწყებ ეს უკვე ეს პროცესი? არ ვიცი, ეგ პროცესი იწყება ბატონოთისა სამწუხაროდ უკვე 13 წელიწადია. კი, ეგ მესმის. და მინდა დავამატოს რომ კომისიაზე, რომელსაც ერქვა საგამოძიებო კომისია, მე ვერ დავინახე ვერც ერთი ნაცლიდერი დაბარებული. ეს უნდა ითქვას. ვინ კონკრეტულად? ეხლა კეზერაშვილზე თუ მეტყვი და ადეიშვილზე როგორ უნდა დაებარებ, გაქცეულები არიან და მეორე ახალგაზრდა გაქცეულიო, კი ბატონო. აქ არის ბატონო მიშა სააკაშვილი, რომელიც შეიძლება ლაივში ჩაერთოთ. აქ არის უგულავა, რომელიც შეიძლება დაებარებინათ. აქ არის ბოკერია, რომელიც შეიძლება დაებარებინათ. აქ არის ახალაია, რომელიც შეიძლება დაებარებინათ. აქ არის ასევე რა ვიცი, ძალიან ბევრი ვინმე, ვინ შეიძლება დაებარებინათ და რა ვიცი, მე არავინ არ მინახავს იქ დაბარებული და ზოგადად ამ კომისიამ საბოლოოდ რა დასკვნა დადო და რატო იყო ეს კომისია, მაინც ვერ მივხვდი. გავიგე რომ საგამოძიებო კომისიაა, მაგრამ ცოტა საეჭვო არის რომ საგამოძიებო კომისიის მაგერად უფრო ეგ წინა საარჩევნო კომისიის ფუნქციას ასრულებს და მე არ მინდა ეს დავიჯერო, მაგრამ ასე მჯერა სამწუხაროდ. მე ახლა რა არის ეს ბატონო, ამას რო არ თქვა არ შემიძლია რა.
გასაგებია ამბობენ რომ უნდა დავჯით უნდა დაისაჯოს დამნაშავე უნდა დაისაჯოს. კი ბატონო მე ვეთანხმები და თანახმავ რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს. აი დამნაშავე უნდა დაისაჯოს კაცად უნდა აყოს პასუხი, მაგრამ ბიჭო გაოცებული ვარ ადამიანი დეიჭირეს ახლა ფაქტზე ხო ნარკობარიგა. აი ნარკობარიგა გაიგე ის მართლა ცნობილი ფაქტია კაცო. ეს ადამიანი ნარკობარიგა არის. ამას ცნობილი ფაქტია ეს რომ ამ ადამიანს მიტინგებზე მიქონდა ის იმათ მიტინგებზე ნარკოტიკები და ურიგებდა აი იმას რაღაცა ქვია. საავადმყოფოში არავდა ავადმყოფებს. ხო. ამ ნარკოტიკს მორფს არავდა და მიდიოდა სხვა საქმეს. კი ბატონო. კი და ხო ეს ცნობილი ფაქტია. კი და ჩიქვინდა მნიშვნელობა არ აქვს, თავარია რომ ავადმყოფებს არავდა. ეს უკვე ეს არ არის ჩემი და თქვენი დადგენილება, ეს დაადგინა პროკურატურამ და ამის აღიარებითი ნაწილი მოხდა. ხო მაგრამ ბატონო რამაზ და ახლა რაც ყველაზე ჩვენთან დღეს აუცილებელი, ესე იგი საბრძოლო და აუცილებელი, ესე იგი რომ ვიტყვი პრიორიტეტული საკითხია რომ ამ სენს უნდა ვებრძოლოთ, ხო? იმიტომ რომ დაღუპა საქართველოს ამ სენმა, იგი ამ ნარკოტიკებმა დაღუპა საქართველოს, ჩვენ ხედავთ რა მდგომარეობაში ჩააგდო ეს თაობა, რომელიც თაობა დღეს რუსთაველზე გამოდის, ხო? ხედავთ იმას რომ მორჩა უკვე ოჯახები აღარ იქნება ამის გამო, გაიგე აღარ იქნება, კი არ იქნება ინგრევა ოჯახები ამის გამო, იმიტომ რომ განარკომანებული ადამიანი მე და გარო უკვე მისული არის უსხულის პირას ის ყველაფერს კადრულობს უკვე ხო? და ბევრი ოჯახები ინგრევა, შექმნას თავი დაანდებენ ხო? და ამისთვის ეხლა მთლიანად ხელისუფლება და მთელი ძალოვნები მობილიზებული უნდა იყვნენ. კი რაღაც გარკვეული ოპერაციები ტარდება ხო? გარკვეული რაღაც ესე იგი ღონისძიებები ტარდება, მაგრამ ბიჭო დალოცვილო, ბიჭო ეს დაჭერილი ნარკობარიგა, ეს გათახსირებული არამზადა, რომელიც ზარზე იმით გამოვიდა ციხიდან. აუხსნი მაგას ატომო. არამინდა იცი, ზარზე იმით გამოვიდა ციხიდან ბატონო რამას გაიგე? და ამხელა ოვაციები შეხვდნენ, კიდე ეს გარეწრები, დანარჩენი გარეწრები აქეთ. დანარჩენი მტრები საქართველოს, გაიგე? ვისაც აქვს სურვილი იმისა, რომ რაც უფრო მეტი ნარკომანი იქნება საქართველოში, მათთვის უკეთესი არის, ხო? და გამოუშვეს, აგერ ახლა კიდე ეს ბარიგა, გაიგე? ხო? ეს რას ნიშნავს და რატომ გააკეთა და რატომ გადადგა ხელისუფლებამ ის ნაბიჯი, რომ ეს ნარკობარიგა გამოუშვეს ციხიდან? ამას ერთი ახსნა აქვს, მე მგონია რომ სხვა ახსნა არ აქვს. ვინაიდან რუსთაველზე ჩაკვდა ეს სამწუხაროდ ამ აქციების ეს პროტესტი ფინანსური უზრუნველყოფის არქონის გამო, ან თქვათ რაღაცა გარკვეული იმის, ან ამ ეგრეთ წოდებული ნაცრ და ლიბერალ ლიდერების დაჭერის გამო სამწუხაროდ მოხდა ისე, სადაც სამწუხაროდ ჩვენი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ეხვეწება ყოველ წუთში, რომ გამოდით, მიიღეთ არჩევნების მონაწილეობა და მე თქვენ შეგიწყალებთ. ასეთი რამე პირველად გავიგებთ ცხოვრებაში და ეგ სასაცილოზე მეტია და სატირალიც არის, იმიტომ რომ მე ესეთი რამე სიზმარშიც არ დამესიზმრებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. და ამის მერე უკვე რახან ამ იმ მეთოდმა არ გაჭრა და ისინი ვირზე ჯიუტად შეჯდნენ, გამომდინარეიდან ახლა რუსაველის აქციების აღმოფრენა უნდა მოხდეს პედაგოგიუნებით და ცოტა ესეთი ტემპის და ტემპერატურის აწევა უნდა მოხდეს. მუხტის აწევა უნდა მოხდეს და ვინ უნდა გამოიყვანათ ახლა და გამოუშვეს პროვოკაციული ქმედებით აი ეს ბატონი ახობაზეა. ახობაზე. რომელიც პირდაპირ გამოვიდა თუ არა ტერი საქართველოს ტერი. ანუ ამან აწიოს მუხტი, ამან აღწიოს მუხტი და სამწუხაროდ რა მუხტი უნდა აწიოს, ამას სიმართლე უნდა თქვათ აქ რომ მუხტი უნდა აწიოს, რომ მე უკვე ისე ვიძახოთ არჩევნების წინ, აბა ნაცები გინდათ? აბა ჩვენ თუ არ გინდებათ, მაშინ ნაცებს მიეცეთ ხმად. აი ერთ რამეს გეტყვით. ყველა ვარიანტში. წეგან მაგით დავიწყე. ნაცები არც ერთი პარტია არ იღებს ხმას. აღარ იმაში იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ანუ ომის საფრთხეს გამორიცხულია. ამიტომ კეთილინებით, ვინ ბრძანდებით ოცნების მომხრეები და ნამდვილად გძდებათ ოცნების, მიეცეთ ოცნებას ხმა და ვინ ბრძანდებით კონსერვატორების მომხრეები და ზოგადად ნორმალური სხვა ოპოზიციური ფლანგის მომხრეები, მიეცეთ კონსერვატორებს და იმ ფლანგს ხმა და აღარ გეშინოდეთ რომ ომი დაიწყება ან ნაცები მოვლენ სათავეში. აი ეგ მომენტი გამორიცხეთ. ამიტომ ნორმალური ოპოზიცია არის კონსერვატორული ფლანგი და პოზიცია არის ამ წუთში ქართული ოცნება. აი ვისაც გინდათ თქვენი არჩევანის მიხედვით იმათ მიეცეთ ხმა. რატო გეუბნებით იცი რომ აღარ ფიგურირებდეს ეს ნაცმოძრაობა რომ ავტომატურად თავრობას მიხვდეს რომ განილია. ახლა თავისი ფუნქცია დაკარგა ნაცმოძრაობა. ეხლა რამე და იცი ცუდად რო დაგვრჩა ჩვენ ამიტომ ბოლოს ვარ შევეხო ამ საკის არ შეიძლება იმიტომ რომ მე მინდა ჯერ ერთი მოგილოცოთ ეს ყველაფერი რაც თქვენ ეხლა თქვენ კონსერვატორულ პარტიამ ნომერიც მიიღო 3 ნომერი. რეგისტრაციას ყველაფერი. რეგისტრაცია გაიარა ყველაფერი კლავ შედიხარ. 3 ნომერი კი ბატონო. კლავ შედიხარ პოლიტიკურ ბრძოლაში და
ეს მოსალოცი ამბავი არის და სასიხარულო ამბავი არის. ნორმალური ფლანგით ვაინტერესებს. ანუ ოცების მომხრეა, გარკვეულ ვიძახი. მიეცი ოცნება სხვას. მაგრამ კონსერვატორების მომხრე ხარ, ნაცებით ნუ შეგეშინდება და აღარც ომი და აღარც ნაცები და მიეცი კონსერვატორებს. რამე და იცი გითხრათ აი ბოლოს ცოტა რაღაც ისეთი მაინც ყოველ შემთხვევაში იმ თქვენს მომხრეებს, თქვენს ამომრჩევლებს უთხრათ და მისცეთ ის იმედები და ის ვიტყვი გარანტიები, რომელიც დაუშვათ ადრე არ არსებობდა, ხო? ამ პარტიასთან მიმართებაში ყველა მხრიდან დაუწყეს ომი და ბრძოლა და ჩახწეს არჩევნები. ეხლა გარანტიები არსებობს. ეხლა რამე და გითხრათ, ესე იგი თქვენ უკვე შედიხართ უკვე მთლიანად თავიდან ბოლომდე ბრძოლაში და აბსოლუტურად არანაირ წინააღმდეგობებს აღარ შეხვდებით. ანუ წინააღმდეგობებს შეხვდებით კი არჩევნებში, მაგრამ წინა საარჩევნო თემამდე არაფერს. იმ წინააღმდეგობებს, რომელიც წინააღმდეგობებს თქვენ გქონდათ ამ იუსტიციის ეს გადავლახეთ მაქსიმალურად ხო ეს მინდა რომ უთხრათ დოკუმენტაცია ესე ვთქვათ რაც ითხოვეს მოვაწესრიგეთ მოვაწესრიგეთ და მაგის საფუძველზე დაგვარეგისტრირეს მაგის საფუძველზე ანუ მაგრამ მანდეს მოწესრიგებული ქონა ყველაფერი გასაგებია მაგრამ ახლა ჩავთვალოთ რომ მანამდე მაგრამ აი სხვა გზა აღარ დაუწყოთ სხვა გზა აღარ დაუწყოთ ნორმალური პროცესი ეხლა უკვე მზადახართ ყველა მიმართულებით თუ თქვენ გააგზავნოთ პოლიტიკური ბრძოლა და თქვენი ესა პარტიის წევრები და თქვენი ბრძოლა იყოს უკვე თბილისის მერის კანდიდატურას გამოაცხადეთ ზურაბ მახარაძე საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებიც უკვე დასახელებული არის დასახელდება უბრალოდ მალე თბილისის მასშტაბით და ასევე დიდი ქალაქების მასშტაბით და ყველგან აბსოლუტურად მთელი საქართველოს 65-ვე რეგიონში და თბილისის 25-ვე სამაჟორიტარო ოლქში მივიღეთ მონაწილეობას აბსოლუტურად და მთელი საქართველოს მასშტაბით მთელი საქართველოს მასშტაბით და დიდი იმედი კი არ ვაქვს დარწმუნებულები ვართ რომ აბსოლუტურად ყველგან გვეყოლება ფრაქციები და ყველა იმაში გვეყოლება ფაქტიურად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენი ბექგრაუნდიდან გამომდინარე იმ პროცესებიდან გამომდინარე რაც უნდა მივიღოთ რაშიც უნდა ავიღოთ ის განსაკუთრებული ხმები რაც არის ქართული ხალხის დაკვეთა კონკრეტულად ჩვენი მომხრეები და ზოგადად კონსერვატიული საზოგადოების დაკვეთა ბატონო რამაზ მადლობა მომბრძანებ ჩვენთან სტუმრად მადლობა იმ ტკინაული საკითხების ირგვლივ მსჯელობა და ბოლოს წარმატებები მინდა გისურვოთ რა იმიტომ რომ ეს აუცილებელი არის თქვენი წარმატებები რადგან საჭირო არის ახლა პოლიტიკურ ველზე გამოჩნდეს ის ძალა რომელიც ძალაც რაღაცნაირად დააბალანსებს სიტუაციას და პოლიტიკა დაემგვანება პოლიტიკას და ის სანაგვე რაც არის ეს პოლიტიკურ ველზე სანაგვია ეს რასაც უყურებ მე სანაგვი არის ეს ყველა იქნება აწიაშვილოს ხო იქნება რაღაცნაირად გასუფთავდეს და დიდი არა ჩვენ უშველით მაგრამ ჩვენ პირადად დიდი ბრძოლა გაქვს წინ იცოდეთ ახლა არ გეგონოთ 100 ადვილად ახლა თქვენ ამ პროცესს გაუმგლავდებით მაგრამ მე წარმატებებს გისურვებ და წარმატებები გისურვებ თქვენს აი ბრძოლაში და ბოლოს დაგეტოთ ის დაგესოთ ის გამარჯვების დროშა და გვეზეიმავს ყველა საქართველოში ერთად იმ წესიერების პატიოსნების ოჯახური სიწმინდეების ტრადიციული სიწმინდეების ღმერთი ეკლესია ეს ყველაფერი ეს ერთად ყველაფერი რომ დავინახოთ რომ უკვე ამას არაფერი საფრთხე აღარ ემუქრება ხო და არის აგერ ძალა რომელიც ამას იცავს გასულ და არის ხალხი თან ძალასთან ერთად ხო ამას ამ წარმატებებს გისურვებს და კარგად ზონდებოდეთ დიდი მადლობა და ჩვენ კიდევ ვეყოლები თქვენ სტუმრად იმიტომ რომ ახლა არჩევნები მოდის უკვე დაიწყეთ პროცესები რომ დაიწყება და საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლებისთვის, საზოგადოებისთვის, თქვენი მხარდაჭერებისთვის ეტაპობრივად რომ ის თქვენ ბრძოლის შედეგები გააცნოთ და მეიტანოთ საზოგადოებამდე. თვითონ ტელემაყურებლებო, კარგად ვადებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.